როცა ბებიაჩიმა გაიგო, რომ ვეფხვი უნდა გამოგვეკვება ზოოპარკში, ეს შეტყობინება დამიტოვა. თუმცა უარი მაინც ვერ ვთქვით. ახლა გაჩვენებთ ყველაზე საშიში მომენტს ბალიზე ყოფნისას. პირველი ვნახეთ ირმები, რომლებიც გალიაში საერთოდ არ იყვნენ და სტუმრებს შეუძლიათ მათი გამოკვება. შემდეგ ვნახეთ კომოდოს ძალიან დიდი ხვლიკი. მოვიდა ვეფხვის გამოკვების დრო და ისე მეშინოდა, რომ ჩვენ შორის არსებული გალია ჩემთვის აღარ არსებობდა. გაიღვიძა ვეფხმა და რა თქმა უნდა სიამოვნებით შეჭამა, თუმცა შემდეგ ისევ გადაწყვიტა მოახლოება ჩემთან. და აი ასე დამეღრინა. ჩემს ტელეფონში კი ასე გამოჩნდა. თუ ვეფხს თქვენთვის პირადად არაზრუს დაუღრენია, მაშინ არ დამიწეროთ კომენტარებში, რის შეგეშინდა მან მაინც გალია იყო. შემდეგ ზოოპარკის ათვალიერება ამ მანქანით გავაგზავნეთ და თავი იურიული პერიოდის პარკში მეგონა. ნახეთ ძალიან ბევრი ცხოველი, მათ შორის ორანგუტანგი, რომელიც გალიაში არ იჯდა და თოკების საშუალებით შეეძლო თავისუფლად სიარული მთელს ზოოპარკში. ამის შემდეგ პირველად ვნახეთ ათვი, რომელიც ვეფხვზე უფრო საშიშად გამოიყურებოდა. ნახეთ რამხელა კლანჭები აქვს და როცა ძალიან ცხელოდა, ჩადიოდა წყალში და გრილდებოდა. ასევე ვაჭამეთ სპილოს და სპლიყოს, რომლებიც იყვნენ უსაყვარლესები. გამოვიდა ბევრი სახალისო ფოტო, განსაკუთრებით კი ეს. გამოვყევით ინსტაგრამზე ბევრი სამოგზაურო ლოგებისთვის.